დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იწყება. სამიტის მთავარი თემა უკრაინა და ევროპის თავდაცვის უნარიანობა იქნება. ევროკავშირს სჭირდება გააძლიეროს კონკურენტუნარიანობა, ევროპის ღია სტრატეგიული ავტონომია და მდგრადობა, რათა შეინარჩუნოს გლობალური ლიდერის როლი, ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამერიკის სავაჭრო პალატის თანახმად ამერიკასა და ევროკავშირს შორის დაწყებული სავაჭრო ომი 9.5 ტრილიონი დოლარის ზიანს მოუტანს. პალატის უახლესი კვლევის მიხედვით ეს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უშუალოდ ვაჭრობას, არამედ ტრანსატლანტიკურ ბიზნესსა და ინვესტიციებს, რომელთა მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 9.5 ტრილიონ დოლარს აღწევს. ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე რთულ ეტაპზეა. ვაშინგტონმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფები დააწესა, რასაც ბრიუსელმა მყისიერად უპასუხა საპასუხო სანქციებით. სიტუაცია უფრო მეტად გაართულა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ევროკავშირიდან ექსპორტირებულ ღვინოსა და სპირტიან სასმელებზე 200%-იანი ტარიფების დაწესების მუქარამ. ამჩამი მხარეებს მოუწოდებს სწრაფად გადადგან ნაბიჯები დაძაბულობის განმოხტვისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეკონომიკური ზარალი, რომლის შედეგად გლობალური ეკონომიკა შესაძლოა უდიდესი დანაკარგის და რეგრესის წინაშე აღმოჩნდეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის 34 პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნა. ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, ათასობით დოკუმენტი, რომლებიც დაკავშირებულია პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან, აქამდე გასაინდუმლოებული იყო. კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ბევრი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია, მათ შორის 13,000 დოკუმენტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს საჯარო გახდა. თუმცა, ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი რედაქტირებული იყო. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, დოკუმენტების საერთო რაოდენობა დაახლოებით 80,000 გვერდია. ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ქვეყნის გარემოს დაცვის სააგენტოს დროებით აუკრძალა ტრამპის ადმინისტრაციის დავალებით ბენეფიციარებისთვის იმ გრანტების გაუქმება, რომლებიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას კლიმატის დაფინანსების 20 მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში გამოიყო. ვაშინგტონის საოლქო მოსამართლემ დროებითი შემაკავებელი ორდერი გამოუწერა გარემოს დაცვის სააგენტოს, რომელიც კლიმატის დამცველი სამი ორგანიზაციისთვის დაფინანსების გაუქმებას და სიტიბანკის ანგარიშებზე უკვე განთავსებული გრანტების გაცემის აკრძალვას აპირებდა. აღნიშნული გრანტები გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორის ლი ზელდინის კამპანიის ფარგლებში გაუქმდა. დაფინანსება სათბურის აირების შემცირების აქტის ქვეშ გამოიცა და კონგრესის მხარდაჭერა 2022 წელს მიიღო, როგორც ბაიდენის ინფლაციის შემცირების აქტის პროგრამა. ზელდინი ამტკიცებს, რომ პროგრამა სააგენტოს პრიორიტეტებთან თანხვედრაში არაა, რის მიზეზადაც თაღლითობისა და ფულის გაფლანგვის პოტენციური შემთხვევები დაასახელა. სააგენტოს ინფორმაციით, კლიმატის პროექტების დაფინანსების საქმეს FBI და იუსტიციის დეპარტამენტიც იძიებენ. კვერცხის დეფიციტი, რომელმაც პროდუქციის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. ბოლო ორ კვირაში მართალია ფასები დასტაბილურდა, მაგრამ მარტის დასაწყისში ერთი შეკვრა კვერცხი $8.5 ღირდა, რაც ფასის ისტორიული მაქსიმუმია. მას შემდეგ ფასი 20%-ით შემცირდა და ამჟამად შეკვრა კვერცხი ამერიკის შეერთებულ შტატებში $3.2 ფარგლებში ღირს. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში კვერცხის მოვლენას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს, რომელთა ყველაზე მნიშვნელოვანი ფრინველის გრიპის ეპიდემიაა. 2022 წლიდან მოყოლებული ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებულმა ფრინველის გრიპმა მილიონობით ქათმის განადგურება გამოიწვია. საუბარია დაახლოებით 166 მილიონ ფრინველზე. ამ მოვლენამ მნიშვნელოვნად შეამცირა კვერცხის წარმოება და ბაზარზე დეფიციტი შექმნა. კვერცხის დეფიციტის შესაბსუბუქებლად ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობს. ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა დახმარებისთვის დანიის კვერცხის ასოციაციას მიმართა, რომელმაც გრენლანდიის საკითხზე არსებული დაძაბულობის მიუხედავად მოთხოვნა დააკმაყოფილა. შეერთებულ შტატებში კვერცხის გაგზავნას თურქეთიც გეგმავს, რომელიც ამერიკელებს 15,000 ტონა კვერცხს მიაწვდის. გერმანიის ეკონომიკური განწყობები მარტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ზევ ინდექსის გამოკითხვის მიხედვით, ეკონომიკური მოლოდინების ინდექსი 26-დან 51,6%-მდე გაიზარდა, რაც 2022 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ოპტიმიზმი გერმანიის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მრავალმილიარდიან გეგმასთანაა დაკავშირებული, რომელიც ინფრასტრუქტურისთვის და თავდაცვისთვის 1 ტრილიონ ევრომდე გამოყოფას გულისხმობს. ამ გზით ხელისუფლებას მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება
რესურსს, რაც სტაგნაციის და რეცესიის პროგნოზების საწინააღმდეგოა. IFO ინსტიტუტმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.2%-მდე შეამცირა, რაც სუსტი სამომხმარებლო განწყობებით და ინვესტიციების ნაკლებობითაა განპირობებული. OECD-მ 2025 წლისთვის გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1%-დან 0.7%-მდე შეამცირა, რაც პოლიტიკურ გაურკვევლობას და ფისკალურ შეზღუდვებს უკავშირდება. საერთო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ ზევ ინდექსის ზრდა ინვესტორთა ნდობის აღდგენაზე მიუთითებს, გერმანიის ეკონომიკა კვლავ გამოწვევების წინაშე დგას. მომავალში მთავრობის მიერ ქვეყნის ფისკალური სტიმულირებისთვის გადადგმული ნაბიჯები და რეფორმები შესაძლოა ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის დადებითი იყოს, მაგრამ გლობალური ეკონომიკური გარემო და შიდა სტრუქტურული პრობლემები კვლავ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივებში. გერმანია გეგმავს გაეროს ეროვნული ორგანიზაციის წამყვან თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის ანა-ლენა ბერბოკის კანდიდატურა წარადგინოს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს. ბერბოკი, რომელიც მწვანეთა პარტიის წევრია, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მომდევნო კვირებში დატოვებს. მისი პარტია კი მთავრობას. ფრიდრიხ მერცის პარტია კი ქვეყნის მართვა სოციალ-დემოკრატებთან კოალიციით გადაიბარებს. არჩევის შემთხვევაში ანა-ლენა ბერბოკი გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას ივნისიდან 1 წლის ვადით დაიკავებს. ექსტრემალურ ამინდსა და წყალდიდობას ესპანეთში სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა. სულ მცირე 2 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სამკვირიანი ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. წყალდიდობის გამო კი ასეულობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო თვეების განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ესპანელები სტიქიას ებრძვიან. 4 თვის წინ ქვეყნის აღმოსავლეთით ვალენსიის რეგიონში მომხდარი სტიქია 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. მაშინ ადგილობრივები მუნიციპალურ და ცენტრალურ ხელისუფლებას დაგვიანებულ რეაგირებაში, მათ შორის გამაფრთხილებელი შეტყობინებების გვიან გაგზავნაში ადანაშაულებდნენ. ანდალუსიის რეგიონული ლიდერი ხუან მანუელ მორენო მოქალაქეებს მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ ქალაქებში გადაადგილებისას. იმ შემთხვევაშიც კი თუ წვიმა გადაიღებს. ხელისუფლების ვერსიით 2 ადამიანი, რომელიც დაკარგულად ითვლება, ხევის მეორე ნაპირზე გადასვლას ცდილობენ, რა დროსაც ისინი სავარაუდოდ დინებამ გაიტაცა. ხელისუფლების ცნობით მალაგას პროვინციაში პრევენციის მიზნით 368 ოჯახია ევაკუირებული. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე კვირიანმა შტორმებმა ესპანეთში ხანგრძლივი გვალვის დასრულებას შეუწყო ხელი და თითქმის დაცლილი წყლის რეზერვუარებით შეავსო. კერძოდ, 2 კვირის შემდეგ ესპანური წყალსატევები 65.5%-ით სავსეა, რაც 10 წლიან საშუალო მაჩვენებელზე მაღალია და მხოლოდ 1 კვირაში 5%-იანი ზრდაა. ლატვიური ავიაკომპანია Air Baltic ადასტურებს მზადყოფნას საჰაერო სივრცის გახსნის და ყველა საჭირო ნებართვის მიღებისთანავე განაახლოს რეგულარული ფრენები უკრაინაში და უკრაინის მიმართულებით საკითხის მომზადების მიზნით. Air Baltic-ის დელეგაცია უკვე სტუმრობდა კიევს. ვიზიტის ძირითადი მიზანი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის შესწავლა იყო. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროს, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის და უკრაინაში ლატვიის საელჩოს წარმომადგენლებს.